ელექტრომოწყობილობა დანადგარების დაზიანება, სარემონტო სამუშაოები, მექანიკური დაზიანება, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება, გადაცემის ქსელში გამოწვეული დაზიანება, მესამე პირის მოთხოვნა და გადართვები. ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც 2025 წელს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად იქცა. ენერგოომბუდსმენის ანგარიში აღნიშნულია, რომ გასულ წელს 2024 წელთან შედარებით რეგიონებში არაგეგმური წყვეტების რაოდენობა გაზრდილია. ჯამში ელექტროენერგიის მიწოდებაში რეგიონებში 81,061 წყვეტა დაფიქსირდა, დედაქალაქში კი 6,307. საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა რეგულარულად საჭიროებს გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საფრთხის შემცველ გარემოებებსაც აქვს ადგილი, რაც განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს ყველასთვის. საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსული განცხადებებიდან ირკვევა, რომ კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება ელექტროგადამცემი ქსელებისა და საყრდენი ბოძების ავარიული მდგომარეობა. დაფიქსირდა არაერთი მოქალაქის პრეტენზია, რომელიც შეეხებოდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის პრობლემებს. ენერგეტიკოსების შეფასებით ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფებით უპირველეს ყოვლისა ენერგოკომპანიებმა ელექტროენერგიის გათიშვები და ქსელიდან ამორთვები უნდა შეამცირონ, რასაც ამინდის გაუარესების გარეშეც საკმაოდ ხშირი ხასიათი ჰქონდა. აი ამ ტარიფებით, რომელიც დღეს იქნა დაწესებული, მინიმალიზაცია უნდა გაკეთდეს გათიშვების. ამორთვები ძალიან დიდი იყო 2025 წელს ამორთვები. ეხლა აი აქ ბუნებრივ პირობებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც ამ რაოდენობის თოვლი მოვა, ეს ხარისხანი იქნება, მაგრამ საერთოდ 7 გარემოშიაც ხშირად ხდებოდა გათიშვები. ენერგეტიკის სექტორში ელია, რომ გაზრდილი ტარიფები ქსელის გაუმჯობესებაზე საშუალოდ 2 წლიან პერიოდში აისახება. მანამდე არსებული პერიოდი კი შესყიდვებს ლოგისტიკას და ქსელის გაუმჯობესებაზე მუშაობას დასჭირდება. დაახლოებით 2 წლის თავზე ველოდებით ჩვენ უკვე ხელშესახებ შედეგს. მანამდე უბრალოდ შესყიდვებს დაჭირდებათ, რომ მუშახელი შერჩევას, რაც ამასთანავე რეგიონებსა და რაიონებში ძალიან აქტიური ამინდებსაც გულისხმობ ლოდინს იმისათვის, რომ გადამცემი ქსელი ძალიან სერიოზულ უსაფრთხოებას მოითხოვს, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და ამიტომ აქედან გამომდინარე დაახლოებით 2 წლიან პერიოდს ველოდებით ჩვენ, რომლის თავზეც უკვე გვექნება ხელშესახები შედეგი წყვეტებთან დაკავშირებით. მიუხედავად ელექტროენერგიის ტარიფების 5 თეთრიანი ზრდის სექტორში ფიქრობენ, რომ ენერგოკომპანიებისთვის ეს შესაძლოა არც თუ ისე რელევანტური ტარიფი იყოს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ტარიფებში რეალურად მხოლოდ 2 თეთრიანი ზრდაა. იმის გათვალისწინებით, რომ სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი 2023 წელს 3 თეთრით უკვე შეამცირა. ეს კი ქსელის განვითარებაზე უარყოფითად აისახა. რეალურად ეს არის 2 თეთრიანი, იმიტომ რომ 23 წელს რომ 3 თეთრით მოუკლეს ტარიფს, ამან ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენი სისტემის განვითარებას და მის საიმედო უსაფრთხო მუშაობას. ამიტომ მე ვამბობ, რომ 2 თეთრიანი მატება არის ახლა იმასა შედარებით, რაც იყო 23 წელს და ამ 2 თეთრიანი მატებით რაღაც გარკვეულ შედეგებს ვნახავთ მიმდინარე წელს. რეალურად ეს ყველაფერი გათვლილია 5 წელს. მილიარდ ნახევარი ლარი, რომელიც უნდა ჩაიდოს ჩვენი ქსელის გაუმჯობესებაზე 5 წელიწადია გათვლილი და ფიქრობ, რომ 5 წელიწადის განმავლობაში ჩვენი ელექტრომომარაგება გაცილებით უსაფრთხო იქნება. ვიდრე ხელშესახების შედეგები გამოჩნდება, ენერგოომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას რეგულარულად საჭიროებს. ტარიფების ზრდამ კი ეტაპობრივად ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდება უნდა უზრუნველყოს. 2025 წელმა ასევე გვიჩვენა, რომ პიკური მოხმარების პერიოდში, როდესაც იყო განსაკუთრებული სიცხეები, ქსელი იყო გადატვირთული და ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი. ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და გარდა იმ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც ზოგადად ქსელის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს, ასე ვთქვათ, და უნდა განავითაროს ქსელი, არის ის, რომ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას, ამ ვითარებით მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. გაზრდილი ინვესტიციის ფონდზე ეს სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს ხვალვე ვერ განხორციელდება, ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, თუმცა ჩვენ მზად ვართ თითეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოო ჯამში არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს.
სემიკის ინფორმაციით ენერგოპრო ჯორჯია 2026-2030 წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ჩამურად 1 მილიარდ ლარამდე. ამასთან კომპანიამ მესამე მხარის დაფინანსებით დამატებით 129 მილიონი ლარის ინვესტირებას განახორციელებს განაწილების ქსელში. დედაქალაქში კი თელასის არეალში 5 წლის განმავლობაში დამტკიცებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საშუალოდ წლიურ 80 მილიონ ლარს უდრის.